დღევანდელი პროცესი იყო გამორჩეული იმით, რომ მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა ადვოკატებს მოგთხოვა, რომ არ გამოგვეყენებინა კანონი ჩვენი პოზიციების დასასაბუთებლად. და ამას ძალიან ნათელი და მკაფიო მიზეზები ჰქონდა. ნინო გალუსტაშვილმა დაარღვია კანონი რამდენჯერმე, მათ შორის პირველ რიგში მაშინ, როცა ადამიანებს, რომელთაც არ ეკუთვნით კანონის საფუძველზე და არ არსებობს საფუძვლები სავალდებულო დაცვისთვის და საზოგადოებრივი ადვოკატის დანიშნვის და იძულების წესი დაუნიშნა ადვოკატები, მათ შორის მათაც, ვისაც ყავს უკვე არაერთი დაქირავებული ადვოკატი და მეორე, როცა უკვე თავად ბრალდებულმა მოითხოვეს ადვოკატების აცილება და კანონი პირდაპირ არეგულირებს და ამბობს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, როცა არსებობს საფუძვლები სავალდებულო დაცვისა, თუ კერძო ადვოკატი ერთვება საქმეში, მოთხოვნის შემთხვევაში უნდა ჩამოცილდეს საქმეს საზოგადოებრივი ადვოკატი, ამ ნაწილშიც ქალბატონმა გალუსტაშვილმა რატომღაც სრული იგნორირებით კანონისა და სამართლებრივი ფუნდამენტური მართლმსაჯულების პრინციპების სრული უგულებელყოფით ჩათვალა, რომ ეს მეორე ხარისხოვან ადვოკატებად უნდა გამოიყენოს, სათადარიგო ადვოკატებად უნდა გამოიყენოს საზოგადოებრივი ადვოკატები იურიდიული დახმარების სამსახური და ეს უკანა რიგში ის ხდებიან მეტაფორულად რო ვთქვა, სანამ ჩვენ ბრჭყალებში კარგად ვიქცევით და მე როცა მოუნდება წინ გადმოსვამს და უკვე იმათ დაავალეს პროცესის წარმართვას. ნიშანდობლივია ისიც და დიდი მადლობა ეკუთვნით საზოგადოებრივ ადვოკატებსაც იმისთვის, რომ ძალიან დასაბუთებული კანონიერი და რაც თავარია ღირსეული პოზიცია დაიჭირეს იმასთან დაკავშირებით, რომ მათ არ აქვთ უფლება და შესაძლებლობა დაიცვან ბრალდებულების უფლებები ამ პირობებში, როცა მათ უკვე ყავთ ადვოკატი და მეორე, როცა მათ არ აქვს შესაბამისი მითითება ან ნებართვა თავად ბრალდებულებისგან აღებული. ასევე მნიშვნელოვანი არის ისიც, რომ ყველა პრინციპში გარდა ქალბატონ გალუსტაშვილისა და პროკურატურისა ვიყავით ერთ აზრზე და ძალიან ერთხმა და ერთიანი პოზიცია ჰქონდა ყველა მონაწილეს პროცესისა, მათ გარდა, თუმცა სამწუხაროდ როგორც მოგეხსენებათ, ამ პროცესში გალუსტაშვილი არის ჰეროდე მეფე და შეუძლია ყველა მოქადაგე იონე ნაცვლისმცემელს თავი მოკვეთოს. და მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც ჰქონდა დავალებული, ჩემი აზრით დიდი ხნით ადრე, მას ერთ-ერთი მიზანი აქვს, რომ პროცესები რაც შეიძლება სწრაფად ჩაატაროს, დიდი სიამოვნებით დარჩებოდა ალბათ მარტო პროკურორთან ერთად დარბაზში და ისე განიხილავდა ამ საქმეს, ამის საშუალებას, რომ აძლევდეს დღეს არსებული მინიმალური სტანდარტებიც კი. იძულებითი დაცვის შემთხვევაშიც კი ჩვენმა კოლეგებმა იურიდიული დახმარების სამსახურიდან ითხოვეს გონივრული დრო, რაცა შეეძლონ საქმის მასალების გაცნობა. საქმე მოგეხსენებათ საკმაოდ მოცულობითია, 13 ტომია. ამასთან უკვე მტკიცებულებათა მნიშვნელოვანი ნაწილი გამოკვლეულია, მოწმეები დაკითხულია და მათ ჭირდებათ სხდომის მოსმენა იმისთვის, რომ გაეკვნენ ვითარებაში თუ რა ვითარებაში იმყოფებით ამჟამად, რა ეტაპზე ვარ და რა არის ბრალდებულის პოზიციები და რა არის დაცვის პოზიციები. ამისთვის მათ ამ დღევანდელი მდგომარეობით აქვთ დრო 30 ივნისამდე, ანუ 3 დღე, რაც ბუნებრივია შეუძლებელია, მაშინ როცა მე შეგახსენებთ, რომ როცა ბრალი წარადგინა პროკურატურამ და როცა პირველად წარდგინეს ხმა ქონდა სასამართლოში, მათ მოითხოვეს 2 თვე იმისთვის, რომ რაღაცა გარკვეული გაცნობითი სამუშაოები ჩაეტარებიათ და გარკვეული ღონისძიებები დაესრულებინათ. მოცემულ შემთხვევაში გალუსტაშვილმა ბუნებრივია ამ მოთხოვნის იგნორირებაც გააკეთა ასევე სრულად უკანონოდ, ძალიან სასაცილო და სამართლმსაჯულო მდგომარეობაში ჩაიყენა თავი, უთხრა რა ადვოკატებს, რომ ეტაპობრივად გზადაგზა გაეცნობიან თურმე მასალებს და პარალელურად განახორციელებენ დაცვას. რაც ბუნებრივია დაცვის უფლების მნიშვნელოვანი დარღვევა არის, მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ დარღვევებზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს თუ უკვე ჩვენ მანამდე არ დავტოვეთ ეს კიდევ ერთი ევროპული ორგანო, ამაზე აუცილებლად ექნება რეაგირება და დარღვევა აუცილებლად დადგინდება. იმდენად პირველი კურსის პროგრამა არის ის, რაც ვთქვათ, გალუსტაშვილს უნდა ცოდნოდა და სამწუხაროდ არ იცოდა ან არ ვერ შეძლო, ვერ მოახერხა, რომ გადაელახა და მიიღო სწორი გადაწყვეტილება. თუმცა, მივიღეთ ვთქვათ სიტუაცია, როცა პირველი ბრალდებულებს ყავთ იძულებით დანიშნული ადვოკატები და მეორე, როცა ამ იძულებით დანიშნულ ადვოკატებს არ აქვთ და არ იციან საქმის მასალები, უბრალოდ იმიტომ, რომ მათ არ გამოიყოთ შესაბამისი დრო. მეორე ნაწილს რაც შეეხება აღკვეთ ღონისძიების ნაწილს, ბრალდება დღეს საუბრობდა მიმალვის საკითხზე, მაშინ როცა ჯერ კიდევ 2 თვის წინ პროცესზე, 3 თვის წინ პროცესზე სასამართლომ განჩინება მიიღო, სადაც აღნიშნა, რომ მიმალვის საფრთხე აღარ არსებობდა და ქალბატონ მოსამართლეს კითხვაც კი არ დაუსვამს, თუ რატო წარმოიშვა დღეს ციხეში ყოფნის პირობებში ეს საფრთხე, რა შეიცვალა ამ ბრალდებულების ამ პიროვნებაში, ან რისკები როგორ გაიზარდა.